Შემდეგი ამბის ნახვამდე გთხოვთ ბავშვები ტელევიზორს მოარიდოთ. ეს შემზარავი ვიდეო მასალა სოციალური ქსელით 4 შაბათს გავრცელდა კადრში. ჩანს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი რუსი ტერორისტების გოროლოვკის დაჯგუფების მეთაური იგორ ბეზლერი ორი ადამიანის, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური უკრაინელი ვასილი ბუდიკის დახვრეტის ბრძანებას გასცემს. უკრაინული დაზვერვის ცნობით კი ეს ვიდეო ფაბრიკაციაა და ტყვეები, მათ შორის ვასილ ბუდიკი ამ დრომდე ცოცხლები არიან. Украинская хунта отказывается менять офицеров на того человека, которого захватили. У меня в плену находятся 3 полковника, один из них полковник СБУ, 3 подполковника. На данный момент договоренности украинской стороной все нарушены. Я ждал 3 суток, но теперь ждать мне времени больше нет. Поэтому сейчас будут расстреляны господин Будик и господин Васющенко. Для господина Турчинова, Порубия и иже с ними. Если через час мой человек не будет освобожден, через час будет расстреляна 2-я двойка. Еще через 1,5 часа 3-я двойка. И так, пока не будут расстреляны 8 офицеров. Если украинской армии и государству эти офицеры не нужны, то они мне не нужны подавно. Заряжай. Целься. Огонь! გორლოვკის მკვიდრი ევრომაიდნის აქტიური მხარდამჭერი ვასილი ბუდიკი რუსმა ტერორისტებმა 2 მაისს გაიტაცეს. არაოფიციალური ინფორმაციით ბუდიკი აფხაზეთის ომში უნაუნსოში გაწევრიანებულ უკრაინელ პატრიოტებთან ერთად ქართველების მხარეს იბრძოდა. ვასილი ბუდიკის მეუღლე და ქალიშვილი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. ამ თემაზე პანორამამ უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება ჩაწერა. მას კიევში ჩვენი ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე ესაუბრა. ჩვენ გვაქვს მისი მონაცემები, ყველა საკონსულო სამსახურმა მოიღო ეს მონაცემები გვაქვს, მაგრამ ის დიდი ხანი აქ არის, ცხოვრობს უკრაინაში და საქართველოს მოქალაქე არის, მაგრამ უკრაინაში ცხოვრობდა. მეუღლესთან გვაქვს კონტაქტი, აი დღესაც შედგა საუბარი, ჩემი კონსული კოტე საბიაშვილი მას ელაპარაკა. იცი თქვენ რომ გავცელდა ინფორმაცია, თითქოს ის აი ტყვეობაში ესე იგი გარდაიცვალა, მაგრამ ჯერ ინფორმაცია დადასტურებული არ არის და ჩვენ მუშაობთ